Ატესობა და ასევე რისკები და რაც თავარია, როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავარი ფარი, რაც არის იმუნიტეტი. ამ თემაზე თემურ მიქელაძე და ქეთი ასათიანი საუბრობენ ჩვენს რუბრიკაში ექიმის რჩევა. ნუგზარ კვაშალის ბავშვობა ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები, მოგონებები, ანსამბლ ივერიაზე. ეს ყველაფერი ცოტა ხანში იმედის დღის რუბრიკაში ფილტვის გარეშე. თბილისი ნოემბერში რიტმული ტანვარჯიშის ტურნირს უმასპინძლებს. ფაჟავას თასი, სალომე ფაჟავა სტუმრად იმედის დღეში. მოგესალმებით და პირდაპირ ეთერში ვიწყებთ მუშაობას. დღე მშვიდობისა საზოგადოებო, ქაურებსაც მივესალმებით და ტელემაყურებლებსაც და შევახსენებ ხო ტელემომზიდლებს, რა თქმა უნდა, რომ გრიპის სეზონები იწყება, რაც არ არის კაი ამბავი. ისე ბრუნდება ცივი ამინდების დაწყებასთან ერთად და იზრდება შესაბამისად ვირუსების გავრცელება, მაგრამ როდესაც საზოგადოებაში ვაქცინების მიმართ ნდობა კვლავ დაბალია, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, ჩნდება ბუნებრივი კითხვა, როგორ უნდა მიუძღეთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რა სარგებელი და რა რისკები ახლავს მას და როგორ მივიღოთ ინფორმირებული, დაბალანსებული გადაწყვეტილება საკუთარი და ოჯახის ჯანმრთელობისთვის. ქეთი ასათიანი გვერდება სტუდიაში რუბრიკით ექიმის რჩევა და აი ამ თემებზე ვისაუბრებთ. ავიცრათ, არავიცრათ, რა გჭირდება, როგორ გჭირდება, რანაირად მოვიქცეთ და ეს გრიპი რა საშინელი რაღაცაა, მაგრამ თანდებია მუდმივად ამ სეზონის. ნამდვილად საშინელი რამ არის. ამ სეზონზე ხომ საერთოდ მძვინვარებს და საერთოდ გრიპით და სეზონური გრიპით, მოდით ასე ვთქვათ, ათასობით ადამიანი ავადდება რა. აქ ალბათ აბსოლუტურად გეთანხმები იმ მოსაზრებაში, რომ ყველამ ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ პანდემიის პერიოდს გულისხმობ და რა თქმა უნდა იქ შეკითხვა გაცილებით უფრო მეტი იყო ვიდრე დაუშვათ პასუხი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მუდმივად არის ჭიდილი. ავიცრათ გრიპზე, არავიცრათ, ესაც რა გვჭირდება, ვაქცინაცია, ნდობა და ასე შემდეგ. მოდით ვთქვათ ერთი რამ. გრიპის შედეგი, გრიპი ზოგ ადამიანში მიმდინარეობს საკმაოდ მსუბუქად, ზოგ შემთხვევაში ძალიან რთულად, გვეშინია ძირითადად მისი გართულებების და რა თქმა უნდა ამ გართულებებმა შეიძლება თითეული დასნებოვნებული პირი ჰოსპიტალიზაციამდეც, ანუ სტაციონარში მოთავსებამდეც მიგვიყვანოს და უკვე გრიპის შემდგომი პერიოდი, პოსტპერიოდი, თავისი რეაბილიტაციით ხშირად საკმაოდ ხანგრძლივად მიმდინარეობს. რისკ ჯგუფი ვინ არის აი ამ გრიპის, როცა ვსაუბრობთ, ასე ვთქვათ, შემოტევის დროს, მოდით ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა ბავშვები, რა თქმა უნდა ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და ერთი უმთავრესი, რაც უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ ხომ იცით, სწორ ინფორმირებულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რას გვაძლევს, რას გვიოლებს პირობითად ეს ვაქცინაცია გრიპის დროს. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ თუ კი დაუშვათ აიცრები, გრიპის საერთოდ არ დაგემართება. შესაძლოა ასეც მოხდეს, მაგრამ ვინ იცობა თუ მაინც დასნებოვნდი, ეს იმის წინაპირობაა, რომ იმ გართულებებს, იმ დაუშვათ რაღაცა რთულ შედეგს, არასასურველს, ჰოსპიტალიზაციას და ასე შემდეგ უფრო აიცილებ თავიდან, აირიდებ, გადაავადებ მაინც. ახლა რადგან ვსაუბრობ სწორედ გრიპზე, ერთ საინტერესო ფაქტს, ასე ვთქვათ, მოგახსენებთ, რაც შესაძლოა თქვენც იცით. იმიტომ რომ სიტყვა გრიპი წარმოსდგება, ასევე ჩვენ ვიცით, რომ მას მოიხსენიებენ როგორც ინფლუენსა, ასე არა? და სწორედ ამის, ესე ვთქვათ, ფესვები იტალიაში გვამოგზაურებს ამ სიტყვის. ინფლუენსა, გაცილებას ნიშნავს. დიახ, ზემოქმედება, ზეგავლენა, სიტყვით თარგმანი რომ ვთქვა და რატომ ხდება ასე? შუა საუკუნეებში ადამიანებს მიაჩნდათ, რომ ყველაფერი ის, რაც არის დაკავშირებული სნეულებასთან, სიცხის მატებასთან, ამას განაგებს ციური, ასე ვთქვათ, სხეულები, როგორიც არის მთვარე, მზე, ვარსკვლავები და ყველა ისენი, რასაც დედამიწაზე ვებრძვით, ვარსკვლავების ზეგავლენის შედეგი იყო და აი ნახეთ, როგორ ასე ვთქვათ, დაიმკვიდრა ამ ტერმინმა სახელი და არ დარჩა დაუშვათ იქ რაღაც ციურ სხეულებთან და მითოლოგიაში, არამედ უკვე როგორც ტერმინი ასევე მოვიაზრებთ ჩვენც, ხო? ასევე ეკრანზე გამოჩნდა ძალიან სერიოზული გართულებები, რაც გრიპს მოსდევს. თუ შეიძლება რეჟისორს ვთხოვთ, რომ თავიდან გვაჩვენოს და აი ვაჩვენოთ მაყურებელს რა რისკები და გართულებები შეიძლება აუცილებლად, იმიტომ რომ ნახეთ თითოეული ექიმის სურვილი რა არის, რომ პაციენტი იყოს ინფორმირებული ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არ არის რაღაცა გაციება, ეს არ არის რაღაცა მძიმე გაციება, ეს არის ვირუსული ინფექცია, რომელიც სწორედ აი ამ გართულებებით არის საშიში, იმიტომ რომ შესაძლოა და
დაუშვათ ის გართულდეს ფილტვების ანთებით, შესაძლოა ის გართულდეს გულსისძარღვთა სისტემის თვალსაზრისით გულის კუნთის ანთებით დაუშვათ, იგივე სხვადასხვა ორგანოთა უკმარისობით და ნუ ლეტალურ გამოსავალზეც რა თქმა უნდა არის ფიქსირდება ესეთი რამ. დიახ. ასევე როდესაც საუბრობთ დაუშვათ რისკ ჯგუფებზე, ჩვენ ვიცით რომ ეს არიან ბავშვები, ეს არიან ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, აქვე არ გამოგრჩეს მაღალი სხეულის მასის ინდექსის მქონე პირები, ანუ პირები, რომელთა დიაგნოზი არის სიმსუქნე. იმიტომ რომ მათთან სხვათა შორის საკმაოდ რთულად მიდის ხოლმე დაუშვათ ეს დიახ, ანუ ისინი ცოტა რთულად უმკლავდებიან ამ პრობლემას და ამ სენს. ანუ გრიპი მხოლოდ რთული გაციება არ არის, გაცილებით ეს არის საშიში ესეთი ვირუსული საკმაოდ რთული ინფექციური დაავადება, რომელსაც ჭირდება მართვა, კურნალობა და ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ექიმის მეთვალყურეობა და მეურვეობა და მოდით სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მოვიწვიოთ სტუდიაში ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმრები, ეკა ადამია, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე ექიმი და ჩვენი არაჩვეულებრივი პედიატრი თემურ მიქელაძე და მათშვილის პატრონი. ყველა შვილის პატრონი და მათ შარაბსტუშვილის შვილიშვილების. უკვე ქეთი მართალი შვილიშვილები. აი სწორედ მათთან ერთად განავარჯოთ უკვე ამ თემაზე. მოგესალმებით, დიდი მადლობა. გამარჯობა. აბაქეთი დავიწყოთ. ესე იგი, თემა ვფიქრობ ფრიად აქტუალურია, საუბრობთ ესე იგი გრიპზე. დავიწყოთ ქალბატონი ეკასგან, რა გაქვთ ქალბატონო ეკა ამ სეზონზე ჩვენთვის სათქმელი და შემდგომ უკვე კონკრეტულად გადავალთ ბატონ თემურთან. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თემის ინიციირებისთვის, იმიტომ რომ თქვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ უკვე რომ გრიპი ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან მარტივი დაავადება იყოს, მაგრამ მაღალი რისკის მქონე ჯგუფებისთვის შეიძლება სერიოზული გართულებები წავიდეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინონ ადამიანებმა სახელმწიფო მომზადებული ამ სეზონისთვის. ჩვენ ძალიან ადრე მივიღეთ წელს გრიპის საწინააღმდეგო კომპონენტიანი ვაქცინა, ეს არის ფრანგული წარმოების ვაქსი გრიპი, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მოქალაქეებს. ის არის ძალიან მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ძალიან ეფექტური და ყველა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ვაქცინაცია 10 სექტემბრიდან ოქტომბრიდან უკაცრავად ჩვენ დავიწყეთ ეს ვაქცინაციის პროცესი, რომელიც დღემდე გრძელდება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მაღალი რისკის ჯგუფებმა გაითვალისწინონ და პირველ რიგში მათ ჩაიტარონ ეს ვაქცინაცია, თუმცა როგორც გითხარით, ყველასთვის ხელმისაწვდომია და ამ ცვლილდაწესებულებების სია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე. შეუძლიათ მიმართოთ და სრულად უფასოდ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მიიღონ ვაქცინაცია. ზოგადად ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა როგორი არის? უკვე შემთხვევების მატება ფიქსირდება, ჯერ შემოდგომაა და წინ არის ყველაფერი, მაგრამ მაინც ამ დროისთვის რა ხდება? საქართველოს ზოგადად დამახასიათებელია ოქტომბრის ბოლო კვირიდან და უკვე ნოემბერში აქტიურად შემოდის ვირუსი. უკვე ერთეული შემთხვევები გრიპის დაფიქსირებულია, თუმცა ეს არის idеალური დრო იმისთვის, რომ სწორედ ვაქცინაციით მოვემზადოთ, ავიმაღლოთ იმუნიტეტი, ვინაიდან დაახლოებით 2 კვირამდე 10 დღე ჭირდება იმუნიტეტის გამომშავებას და უკვე მომზადებული შევხვდეთ აქტიურ ცირკულაციას, რომელიც ძალიან მალე დაიწყება, როგორც ჩვენს უკვე არის მსოფლიოში ესეთი შემთხვევებიც, მაგალითად იაპონიაში ძალიან ადრე დაიწყო გრიპის შემთხვევები, იმდენად რომ ჩაკეტვის ღონისძიებებიც მოუწია იაპონიას რომ დაიწყო, მოულოდნელი მატება იყო, ამდენად მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ, რომ გრიპი აუცილებლად მოვა, არსად არ წავა, ის არის სეზონური აქტიური და ველოდებით მის გააქტიურებას და ამიტომ მოვემზადოთ დავხვდეთ ესე იგი. ბატონო თემურ, ბავშვები, ჩვენი ყველა სუსტი წერტილი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი იმუნური სისტემა, ან იმუნიტეტი წინა წლებთან შედარებით დაუშვათ იგივე ეკრანთან გატარებული დროის გამო, სუფთა ჰაერზე ნაკლები ყოფნის გამო, დაუბალანსებელი კვების გამო უფრო დაუშვათ დათრგუნულია, დაქვეითებული აქვს ამას გავლენა თუ რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით? არანაირი გავლენა არ აქვს, ჩვენ აბსოლუტურად სხვანაირად უნდა შევხედოთ იმუნოსტიმულაციას, იმუნომოდულაციას. ბავშვებში საბედნიეროდ ჩვენ არ გვაქვს ქრონიკული პათოლოგიები. და სწორედ გრიპს აქვს ესე თვითონ გრიპის ვირუსი არასოდეს არ იწვევს სიკვდილს. სიკვდილს იწვევს ის ქრონიკული პათოლოგიების გართულება, რაც შეიძლება გქონდეს პაციენტს და შესაბამისად აუცილებელია იმ რისკ ჯგუფების, მოწყვლადი ჯგუფების აცრა, რაც სპეციალურად არის გაწერილი, თუნდაც ჩამოვთვალოთ მერე და აუცილებლად ეს ჯგუფები უნდა აიცრან იმისაც, რომ მაქსიმალურად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თავარი ფუნქციაც რაც არის, რომ პირველად ჯანდაცვის გოლმა უნდა უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს გადატვირთვა შემდეგ უკვე კლინიკების. რამეთო კლინიკების გადატვირთვა არის დაწოლა ჯანდაცვის სისტემაზე და შესაბამისად გადაღლილი ექიმის მართვა არის საკმაოდ გაძნელებული. ამიტომ
ამიტომ თავარი მიზანი ჩვენი უნდა იყოს, რომ ჩავატაროთ პროფილაქტიკური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა და რაც თავარია, უნდა გავითვალისწინოთ ყველა, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო. უსაფრთხო ნიშნავს, რომ ვაქცინა არის არაცოცხალი, ანუ დახუცილი ვაქცინა და ის არასოდეს არ გამოიწვევს გრიპს. განსხვავებით არის ერთ-ერთ ქვეყანაში კეთდება ცოცხალი ვაქცინას, ინტრანაზალური ვაქცინა, იმას შეიძლება სუსტი გრიპის მსგავსი კლინიკური გამოვლენები ჰქონდეს და ამიტომ თავარი ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ სწორად აუხსნათ ჩვენ ბავშვებსაც, მშობლებსაც, პაციენტებსაც, რომ დროულად განსაკუთრებით რისკის მქონე პაციენტებმა ჩაიტანონ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. ხო, აი იმუნიტეტთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა დავსვა შეკითხვა, შეიძლება ორივესთან იყოს ეს შეკითხვა. ძალიან ბევრი ამბობს, რომ პანდემიის შემდეგ რაღაცნაირად დასუსტებული გვაქვს იმუნიტეტი. ეს უბრალოდ ასეთი შთაბეჭდილება რჩება თუ მართლა ასეთი ფიზიოლოგიური მდგომარეობა აქვს? ალბათ რა თქმა უნდა შთაბეჭდილება არსებობს იმუნოდეფიციტური დაავადებები ბავშვებში, დაუშვათ თანდაყოლილი ან მოზრდილებში უკვე შეძენილი იმუნოდეფიციტური დაავადებები, რომელსაც ჭირდება სპეციალიზირებული მკურნალობა. როგორც ესეთი წესი, რომ ჩვენ რაღაცა პოლივიტამინით, რაღაცა მედიკამენტებით იმუნიტეტს ბავშვებში ავწევთ, ასეთი რეკომენდაცია არ არსებობს. ბუნებაში ეს არ არის დამყარებული ფუნდამენტურ მეცნიერებაზე. ერთ-ერთი იმუნიტეტის მოსაწესრიგებელი საშუალება ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა. თუ ეს გვექნება, შესაბამისად არანაირი მაკრო და მიკრონუტრიენტების დეფიციტი არ გაგვითარდება. თავდატანო ეკა, ახლა საუბრობთ ხო ძალიან აქტიურად ვაქცინაციაზე. არსებობს სხვადასხვა ვაქცინები, ეს სულ არის ხოლმე იმაზე, რა თქვა, კაბა 3 კომპონენტიანი ჯობია თუ 4-იანი. მეოთხეში რა თქვა ვირუსების ვაქცინაცია არის, ის აქ არ შემოდის უწოლს. ფრანგული ვაქცინები არის. ხო, წარმოებელსაც არის ფრანგული არის და ფრანგული როგორც მე მახსოვს 4 კომპონენტიანი იყო შარშან. სწორად მახსოვს ჰოლანდიური ფრანგული მახსოვს, როდესაც ჩემო ჰოლანდიურიც იყო 3 კომპონენტიანი, ხო. აი რას ნიშნავს ეს 4 კომპონენტიანი, რას ნიშნავს აი ფრანგული, გაგვიხარდეს რომ კარგია ფრანგული თუ აი ეს რომ უფრო დაწრულებით აგვიხსნათ რომ ნდობა უფრო გაუჩინოს. და ძველი მეთოდით არის გაკეთებული თუ RNA-მით? აი ეს შეკითხვა ის არ არის, ყველა მისწავლა ეგ ამბავი. RNA ვაქცინას ნამდვილად არ არის. მოგახსენებთ ყოველწლიურად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს იმ რეკომენდებული შტამების ჩამონათვალს, რომელიც სავარაუდოდ საპროგნოზულად იცირკულირებს მსოფლიოს მასშტაბით. საქმე იმაშია, რომ ამაზე ხშირად ისმება კითხვები, საიდან პროგნოზირებს ჯანმო ამას. რეალურად ჯანმოს აქვს ძალიან გლობალური ქსელი ეპიდემიოლოგიის, ჩვენც ვართ ჩართული ამ ქსელში, ჩვეულებრივად და აკვირდება ცირკულაციას ვირუსების და ესე ვთქვათ, პროგნოზული გათვლებით, სიმულაციებით ხდება გამოთვლა იმ სავარაუდო ვირუსის, რომელიც შეიძლება იყოს გავრცელებული და შესაბამისად ამის მიხედვით ხდება ყოველწლიურად ვაქცინების დამზადება ამ რეკომენდებული შტამების მიხედვით და სწორედ ჩვენ მივყვებით ამ რეკომენდაციას და ზუსტად ჯანმოს მიერ გამოქვეყნებული რეკომენდებული შტამების შემადგენლობის ვაქცინებს ყიდულობთ და ასე მოვიქეცით წელსაც. ანუ წელსაც არის ეს 4 კომპონენტიანი არის 2 ატიპის ვირუსის კომპონენტი შიგნით შემადგენლობაში და 2 B ტიპის ვირუსის და სწორედ ეს ვაქცინა შევისყიდათ. ჩვეულებრივად ეს შესყიდვის პროცედურა ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების მიხედვით და ვიყიდათ ფრანგული წარმოების Sanofi's ვაქცინა ვაქსიგრიპი, რომელიც თქვენ სწორად აღნიშნეთ, გამოცდილი აქვს ჩვენს მოსახლეობაში, ჩვენ გქონდა მე მგონი შარშან წინ, თუ სწორად მახსოვს. მე მაქვს გამოცდილი თავზე. დიახ, თუმცა აქვე დავამატებ, რომ შარშან რაც გქონდა ჰოლანდიურ წარმოების, ასევე ძალიან მაღალი ხარისხის ვაქცინა იყო, ზუსტად ასევე მიყვებოდა ჯანმო შარშანდელ რეკომენდაციებს და ასე ვთქვათ, სწორედ შარშანაც ყველას უნდა გაეკეთებინა, სასურველი იყო ეს ვაქცინა. წელსაც ასევე რა თქმა უნდა მოუწოდებთ, იმიტომ რომ როგორც უკვე აღნიშნეთ არაერთხელ, ეს არის ყველაზე ეფექტური გზა გრიპთან საბრძოლველად. ბატონ თემური, ავიღოთ მაგალითად ბავშვი ჯანმრთელი საკმარისი იმუნიტეტით, აქტიური, კარგად ნაკვები და ასე შემდეგ. აი ესეთი ჯანმრთელი ბავშვის აცრაც აუცილებელია? თუ ეს არის მხოლოდ მათთვის, ვისაც იმუნიტეტი აქვს უფრო მეტად შერყეული და მეტი რისკია. და სიტყვა აუცილებელს გაუსვათ ასე რა. უკვე ნიშნავს იმას, რომ თქვენ კითხვა, ესე რა თქმა უნდა, ესეთი რეკომენდაცია არ არის, დაუშვათ ამერიკის კალენდარი ყველა ბავშვს ცრის, ევროპულ ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში არ იცრება ესეთი ტიპი. უბრალოდ, მაგრამ თუ ჯანმრთელი ბავშვი იმყოფება ისეთ სახლში, სადაც უიღბლო ყავს მოხუცებული, რაღაც ქრონიკული პათოლოგიის მქონე პაციენტი, შაქრიანი დიაბეტის მქონე, ან ჯანმრთელი ბავშვი, ჩვენ უნდა განსაზღვროთ, ხო? დაუშვათ თუ არის მაღალი რისკი, დაუშვათ ჭარბიწონა, ცივილიზაციის დაავადებები, სიმსუქნე და ასე შემდეგ, ის უკვე ჯანმრთელად არ ითვლება. შობოს კი გონია, რომ შეიძლება იყოს ჯანმრთელი. მოპუტკუნებული და გრიპის ვირუსი უნდა იყოს შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოთა სისტემების გართულება
მოგწევენ, ამიტომ მე დაახლოებით აი მე რაც ყავს ჩემს პრაქტიკაში, ყავს სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიის მქონე პაციენტები, ეს არის 1500-2000-მდე ბავშვი. ეს ყოველწლიურად, მათ შორის სახელმწიფოს ყოველთვის მაღალხარისხიანი ვაქცინები შემოქონდა, რამდენიმე წელია კეთდება საქართველოში ეს ვაქცინა, ჩვენ არ უნდა განვასხვაოთ ეს ჰოლანდიური, ფრანგული თუ ასე შემდეგ. იგივე ინდური ვაქცინაც წითელაზე რო ერთი ამბავი იყო ატეხილი და ეხა შემოვიდა უკვე ამერიკული ჰოლანდიური ვაქცინა, ის ინდური ვაქცინაც ყველაზე მაღალი ხარისხის და ეს მარტივი არ არის. ეკალბატონ ეკას კიდე ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო. ესეთი მარტივი არ არის მოძიება ამ ვაქცინების, ხო? ყველას გონია რომ სახელმწიფო უფასოდ შემოიტანა და უფასო არაფერი არ უარგა. აბა თქვენ წარმოიდგინეთ რამდენი შრომა ჭირდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, მისაც რომ მოიძიოს ეს ვაქცინები, ხო? დაავადებათა საერთოდ უფასო არაფერი არ არსებობს. სახელმწიფო იხდის ამაში გარკვეულ დიდი რაოდენობით თანხას, ამიტომ არ უნდა დავტოვოთ ეს ვაქცინა, ალბათ და მაქსიმალურად ამ მოწყვა ჯგუფებს უნდა გაუკეთოთ. ჯამთელ ბავშვს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავარია მშობელმა კიდევ ერთხელ დაადიფერენციროს რა არის ჯამთელი და ჯამთელ ბავშვისთვის აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის სწორი დაცვა და არა ეკრან დამოკიდებულება, სახლის პირობებში მუდმივად გატარება მთელი ცხოვრების და ამიტომ თუ ეს იქნება, რა თქმა უნდა, მისთვის ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება არ იყოს აუცილებელი, მაგრამ თუ სახში ყავს მას ქრონიკული პათოლოგიის მქონე პაციენტი, აუცილებლად უნდა ინტერესებდეთ ვაქცინა არის აბსოლუტურად უსაფრთხო. შეიცავს 4 ტიპის შტამს, E ტიპის არის H1N1 დაუშვათ ვიქტორია, H3N2 ხორვატია, B ტიპის დაუშვათ ფხუკეტი და B ტიპის ავსტრია. შესაბამისად, აი ავსტრიად ესე შეიქმნა ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის ვაქცინა არის კიდევ ერთხელ ვიმეორებთ აბსოლუტურად უსაფრთხო. და თქვენ შეგხვდებათ ხო სხვადასხვა სოციალურ ქსელებში მე იმიტომ სოციალური ქსელი რატო არა ყველა სოციუმია და იქ თუ სოციუმი წაიკითხავს და ჩვენ ინფორმაციას გადაამოწმებს დარწმუნდება რომ უსაფრთხოა და თუ არ გადაამოწმებს კომენტარს დაწეს რომ ვაქცინა არის რა ქვეყნის კაცობრიობის დასასრული რა თქმა უნდა ვაქცინაცია არ იქნებოდა მოსახლეობა 8 მილიარდი და იქნებოდა 4 მილიარდი ხო ამიტომ თუ სოციუმი გადაამოწმებს ჩვენ რასაც ვამბობთ ჩვენ ფუნდამენტურ ინფორმაციაზე და დაყრდნობაზე ვიძლევით ამ რეკომენდაციას და არა ისე რომ სოციალურ ქსელში რაღაცა წავიკითხოთ ხო თუ ვინმე გადაამოწმებს მიხვდება რომ ეს არის უსაფრთხო და ვაგრძელებს თემას გართულებებით მაგრამ თემურ ისევ თქვენთან აი პირობითად გრიპის შემდგომი გართულებები ბავშვებში უხშირესად რა ხდებათ ხოლმე თქვენ გრიპის შემდგომი უბრალოდ გრიპთან არსებული გართულებებია ძირითადად გრიპს როგორც წესი გაახასიათებს სასუნთქვილო-რწოვანი სისტემის დაზიანება და შესაბამისად მათი ჩამოწყნა და იქ არსებული თანდართულად ხდება ბაქტერიული ფლორის გააქტივება და საკმაოდ ხშირია განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებში ყურის ანთება, ფილტვების ანთება, ძირითადი გართულება მაინც არის პნევმონია, რომელიც შემდეგ უკვე სუნთქვის უკმარისობით ვითარდება და თქვენ წარმოიდგინეთ ისეთი პაციენტები, რომელსაც აქვს დაუშვათ გულისთან დაყოლილი მანკი, იგივე ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი, დაუშვათ ცირკმლის ქრონიკული უკმარისობები და ამ პაციენტებისთვის ამ დაავადების გართულება მათთვის უმრავლეს შემთხვევაში ფატალურად მთავრდება და სწორედ ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ სწორედ აი ეს უნდა საბედნიეროდ ესეთი ბავშვები პრაქტიკულად ყველა არიან ნაცვლები. მათ შორის შედის ბავშვები პანკრეასის ცისტოფიბროზი, დაუშვათ ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი, სხვადასხვა ნევროლოგიური გონებრივი განვითარების დაყოვნების ბავშვები და ბავშვთა ცერებრული დამბლა და ასე შემდეგ და მათთვის ნებისმიერი ორგანოს თუ ორგანოს დაზიანება არის მომაკვდინებელი და ფატალურად მთავრდება და ყველა უნდა იქნას მაქსიმალურად აცრილი დროულად. მშობლები რომ ინიციატივას იღებენ და გრიპის დროს თვითონ ასმევენ ანტიბიოტიკებს და თვითონ ნიშნავენ მკურნალობას, ეს იმდენად გამრავლებული და გახშირებული შემთხვევაა, რომ მე მგონი და ვისაუბროთ ამაზეც. 1 და 2 არ აკეთებს ამას. ყველა ვიცნობთ ასეთ მშობელს, მეზობელს, ახლობელს. შემოუძახოთ რომ საუკეთ გადაცემა პრობლემა და ჩვენ ასეთ ბავშვებს გარდა ამისა თუ ვერ აიცრა და არ გაუკეთა მშობელმა, როცა კლინიკაში ხდება, აუცილებლად ვიწყებთ გრიპის საწინააღმდეგო მკურნალობას, ოსელტამივირის სახელწოდებით არის ცნობილი და არა ისე რომ ყველა ჯამთელმა ბავშვმა დილას აღამოს ოსელტამივირი დაილიოს. ჯობია ვაქცინა გაიკეთოს, ვიდრე მკურნალობა ჩაიტაროს. იმას უფრო ნაკლები უკუჩვენება აქვს ვაქცინას და პრაქტიკულად უკუჩვენება არა აქვს, ხო? ნოლია უკუჩვენება. საკურნალო მედიკამენტს ბევრად უკუჩვენ მეტი უკუჩვენება. ეს აუცილებელი ინფორმაცია ვფიქრობ ბევრი მშობლისთვის, იმიტომ რომ იქნება არ ხდება ავადა თუ გახდება შემდეგ ვუმკურნალებთ რაღაც დავალევნებთ სხვადასხვა წამლებს მე პირადად ბევრჯერ გამიგია და ამიტომ ჯობს რომ თავიდანაც ცინდებული იყოს პრევენციის მიზნით რა თქმა უნდა გრიპი რომ შემდეგ აი ეს გართულებები თუნდაც მედიკამენტოზური აღარ დაემართოს. არა რა თქმა უნდა უბრალოდ უნდა ვიცოდეთ რომ ჯამთელი ბავშვი გრიპს გადაინთავს 3-5 დღის განმავლობაში და არ ჭირდება მას მედიკამენტოზური მკურნალობა, მაგრამ მშობელს უნდა რომ 1 საათში მოაგვაროს პრობლემა. 1 საათში კი ბატონო აგვარებს, მაგრამ იმ წამალ სხვა გვერდით
მაგალითი მოქმედებებიც აქვს, ჯობია აცრა, მაშინ აღარ უნდა ინდივიდუალო ამაზე და ამიტომ ან უნდა დაგვიჯერო, რომ ბავშვს თუ გრიპი დაემართა, ჯანმრთელი ბავშვი 5 დღის განმავლობაში გადაიტანს აბსოლუტურად არანაირი გართულების გარეშე. უბრალოდ თუ არ გადაასდო ვინმე ქრონიკული პათოლოგიის მქონე თავის ოჯახის წევრს. ასაკები. ვიღაცამ დაგიჯერათ სიტყვაზე და აიცრა. რამდენ ხანში იწყებს მუშაობას, ანუ ეს ვაქცინა, ანუ და იმუნიტეტი რამდენ ხანში გავა? 2 კვირა მაქსიმუმ 10 დღე, მაქსიმუმ 2 კვირა არის იმისთვის საჭირო რომ ჩამოყალიბდეს იმუნიტეტი და ამიტომაც სწორედ ვჩქარობთ ახლა ჩვენ რომ გრიპის აქტიურ ცირკულაციამდე მოასწროს ყველამ და ჩაიტაროს ეს ვაქცინაცია. და კიდევ ერთი კითხვა დასასრულს, აი გრიპის მიღმა რაღაც ნაბიჯი, უფრო სწორედ ვაქცინის მიღმა ხო არსებობს სხვა ნაბიჯები, რაც გვიცავს გრიპისგან, ხო, უფრო მეტად შედარებით რა არის ნაბიჯები და ქმედებები, რაც უნდა თქვა გავაკეთოთ ბავშვებმაც გააკეთო მშობლებმა და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივი ანუ ჰიგიენის წესები, რაც COVID-ის დროს ყველამ ძალიან კარგად ვისწავლეთ, ჩვეულებრივად მუშაობს, ეს არის პირბადე, ხელების დაბანა, ადგილას დაცემინების და დახვალების ჰიგიენას კულტურა, რომ ასე ვთქვათ, ღია პირით ეს კიდე მუშაობს. აუცილებლად მუშაობს, სწორედ ეს არის საერთო ინფექციების გავრცელების თავიდან ასარიდებელი მეთოდები, რომლებიც რა თქმა უნდა პარალელურად აუცილებლად მუშაობს და მე მინდა უბრალოდ მე მგონი დასასრულისკენ მივიდივარ და ვისარგებლო ამ შემთხვევით რომ წელს აღჭკარით უფრო აქტიური არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სადმე მოთხოვნა, ესე ვთქვათ, 70,000-ზე მეტი ადამიანია უკვე აცრილი, რაც ძალიან სასიხარულოა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესე ვთქვათ, მაღალი რისკის ჯგუფებში ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალი, მინდა ამაზე აქცენტირება გავაკეთო, იმიტომ რომ სწორედ ერთ-ერთი ჯგუფია, რომელთვის ესე ვთქვათ, სავალდებულო არის, რომ გრიპზე აცრილები იყვნენ და ეს აქტიურობა მათში შეიმჩნევა, იმატებს ეს რაოდენობა და დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს ძალიან მაღალი გვექნება მოცვა ამ ჯგუფში. ასევე ჩვენ შეგვიძლია და რამდენიმე ესეთი აქცია უკვე დავაორგანიზეთ, რომ შეიძლება ცენტრალიზებულად ჯგუფურად აცრა შევთავაზოთ ორგანიზაციებს, ვისაც ყავს მსურველები, შეიძლება ადგილზე მისვლით, ამცრელი ბრიგადების დაორგანიზება, ყველანაირი წესის დაცვით ხდება ეს პროცესი, ასე აიცრა დაავადებათა კონტროლის ცენტრი მაგალითად და შეგვიძლია ყველანაირად ხელს უწყობთ მოსახლეობას იმისთვის, რომ დროულად მიიღონ გადაწყვეტილება და სამსახურად აინტერესებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის საიტზე არის მისამართები განთავსებული საკუთარ აიცრა. ხელხაზე შეუძლიათ ჩვენთან 116-001 არის ჩვენი ხელხაზი, დაგვიკავშირდნენ და ჩვენ მივალთ და მაქსიმალურად ხელშეუწყობთ იმაში, რომ მარტივად ჩაიტარონ დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა და ვფიქრობ დღევანდელი ჩვენი ეს ეთერი სწორედ მოსახლეობის სწორ ინფორმირებულობას დაუთმეთ. ასეთი საუკეთესო სპეციალისტები ყავდა სტუმრად და რა თქმა უნდა ახლა უკვე თითეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა, პასუხი უნდა ვაგოთ როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე, ასევე ჩვენი ოჯახის წევრების და აი ეს ყოველივე ამას ემსახურება და ძალიან დიდი მადლობა. მადლობა სტუმრებს და კეთი გელოდებით შემდეგ. ახლა მე მგონი შევისვენოთ რეკლამის შემდეგ აუცილებლად გვიყურეთ